Sumio Desalvovi Ukrainashi შენობების შტურმით აღება გრძელდება. პრეზიდენტი კი ევროუკრაინელთა ეგრეთ წოდებულ ლიდერებს უმაღლეს თანამდებობებს თავაზობს. იანუკოვიჩი 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებაზე, ამნისტიასა და მთავრობის გადაყენებაზე ალაპარაკდა, თუმცა მთავარი მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. უკრაინის პირველი პირი პოსტის დატოვებას ვადი სამოწურვამდე არ გეგმავს. ჩიხში შესული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი და გრუშევსკის ქუჩაზე დამთებული პოლიტიკური ცეცხლი ნახეთ სოფო ნაცვლიშვილის სიუჟეტში. ქალაქ სუმში დემონსტრანტებს საოლქო ადმინისტრაციის შენობა აქვთ პარალიზებული ოპოზიციის მომხრები შენობის შესასვლელთან ბარიკადებს აწყობენ და ამბობენ, რომ დეპუტატებს მუშაობის უფლებას არ მისცემენ. ოდესაში ოპოზიციის მომხრეებმა ადგილობრივი საოლქო საბჭოს შენობა დაიკავეს. არეულობა დნეპროპეტროვსკშიც, სადაც 2000-მდე ადამიანი საოლქო ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობს. არეულობისას 3 ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიაში, სადაც შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ლვოვში ოპოზიციის მომხრეებმა ეროვნული პარლამენტის შექმნას ორგანო უკვე აღიარა ლვოვის რეგიონალურმა საბჭომ. პარლამენტმა უკვე მიიღო პირველი გადაწყვეტილებაც და მოხსნა ყველა შეზღუდვა ოლქში დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებით. პირველი განკარგულებები გამოსცეს ეროვნულმა საოლქო საბჭოებმა ივანოვო-ფრანკოვოსა და ტერნოპოლშიც. ორივე ოლქში მუშაობა აუკრძალეს რეგიონების პარტიასა და კომუნისტებს. დემონსტრანტები ბარიკადებს ამაგრებენ კიევში. უკვე დაუყენეს დაცვა უკრაინულ სახლს, რომელიც დემონსტრანტებმა გუშინ დაიკავეს. შენობაზე შტურმი მას შემდეგ განხორციელდა, რაც ოპოზიციის აქტივისტებმა შენიშნეს, რომ შენობაში სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ. შტურმისას დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი. უკრაინელ ხალხს არ ეშინია ამ შენობაში ისიც ცხოვრობს, ვინც კიევში მაიდანის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. აქ უკვე დაცვა დავაყენეთ, ადგილი არ აქვს ვანდალიზმს. ყველაფერს ვასუფთავებთ და ვაკეთებთ. შუშები ჩაიმსხვრა, მაგრამ ამასაც გამოვასწორებთ. საგანგებო განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა იმის შესახებ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში არ ჩაერთვებიან. თავდაცვის მინისტრის თქმით, არმია მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოვალეობას შეასრულებს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას გულისხმობს. ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ 16 იანვრის მკაცრი კანონების გაუქმების შესახებ პროექტი უკვე დარეგისტრირდა უმაღლეს რადაში. პროექტი მმართველი გუნდის წევრმა წარადგინა. ხელისუფლებამ მზადაა წავიდეს სხვა დათმობებზეც. არსენი იაცენიუკი, პრემიერად ვიტალი კლიჩკო კი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე. ასეთი იყო იანუკოვიჩის ახალი შეთავაზება. ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტის პირობაზე დათანხმებას არ აპირებენ. იანუკოვიჩი ჩვენს ბევრ მოთხოვნას თანხმდება. ის მზადაა გამოაცხადოს ამნისტია, დააბრუნოს 2004 წლის კონსტიტუცია და გადააყენოს მთავრობა. თუმცა ამისთვის წინასწარ პირობებს აყენებს. ჩვენი პოზიცია ნათელია. უკვე წელს უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ უკან არ ვიხევთ. ჩვენ კვლავ რჩებით ჩვენს პოზიციებზე მაიდანსა და რეგიონებში. იანუკოვიჩისა და მთლიანად ხელისუფლების განწყობა მკვეთრად განსხვავდება მათი 2 დღის წინანდელი განწყობისგან. ეს მეორე ფრონტის გახსნას უკავშირდება. აქცია მათ უკვე არამხოლოდ კიევში, არამედ მთელს უკრაინაში აქვთ. ახლა მთავარი ისაა, გჯერა თუ არა ხელისუფლების. მე მათი არასდროს მჯეროდა, რადგან ამბობენ ერთს და აკეთებენ სრულიად სხვას. საგანგებო ბრიფინგი ოპოზიციის გადაწყვეტილების გასამარტად გამართა არსენი იაცენიუკმა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია მზადაა ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა აიღოს, ოღონდ საკუთარი პირობებით. მართალია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციას პასუხისმგებლობის გაზიარება და მთავრობის სათავეში ჩადგომა შესთავაზა. ვაღიარებთ, რომ წინადადება ჩვენთვის მომხიბვლელი არაა. სრულიად ვაცნობიერებთ იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ახლა გაკოტრების ზღვარზე ვართ. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მათ ქვეყანა გაძარცვეს. ბიუჯეტი ცარიელია. ქვეყანა ქაოსშია. სწორედ ამიტომ უნდათ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ. პასუხი იანუკოვიჩისთვის ასეთია. ჩვენ საკუთარი პირობები გვაქვს. ქვეყანამ ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას ევროკავშირთან. ეს პირველი და მთავარი მოთხოვნაა. უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის მთავარი პოლიტპატიმარი იულია ტიმოშენკო. ოპოზიციასა და ხელისუფლებას მშვიდობის დამყარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროსაბჭო. განცხადება ჰერმან ვან რომპუიმ გააკეთა. მან ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მოვლენების ტრაგიკული და ფატალური განვითარების ფონზე მეუგმობ ძალის უსამართლო გამოყენებას ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ. დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდა უკრაინელებს რომის პაპმაც პონტიფიკოსმა. იმედი გამოთქვა, რომ მომიტინგეებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შედგება.